მოგესალმებით. Გავაგრძელოთ ჩვენი წიგნის განხილვა. Როგორც იცით, ჩვენ დავიწყეთ შესავალი ნაწილი უკვე ჩავწერეთ წიგნი აწმყოს ძალა, ეკჰარტ ტოლეს და მე უკვე ვისაუბრე პირველ დასაწყისში, პირველ ვიდეოში ამ წიგნის მნიშვნელობაზე, დანიშნულებაზე და ასევე ცოტა ავტორსაც შევეხე. ეხლა გადავიდეთ უკვე პირდაპირ წიგნის წაკითხვაზე და თან თქვენთან ერთად განვიხილავ ამ წიგნს და მომწერეთ მერე თქვენი მოსაზრებები გამიზიარეთ. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესოა და ძალიან დაგაინტერესებთ. ეხლა გადავიდეთ თავი პირველი, ხო? თქვენი გონება არ ხართ. ანუ ნახე, ავტორი აქ უკვე საუბრობს გასხეოსნებაზე და როგორც იცით, თქვენ გასხეოსნებაზე ყველა ადამიანს აქვს თავისი მოსაზრება. ეხლა თქვენ შეგიძლიათ დაწეროთ თქვენ რას ფიქრობთ ამ გასხეოსნებასთან დაკავშირებით, რამდენად არის თქვენთვის მისაღები ეს ან მიუღებელი, ძალიან საინტერესო იქნება, იცით? ესეთი ადამიანები ერთეულები არიან, შეიძლება ძალიან ცოტანი არიან და იცით თქვენ ამის შესახებ. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ამ ავტორის განმარტება ამ გასხეოსნებასთან დაკავშირებით სავსებით მისაღები უნდა იყოს ჩემთვის. ბოლო-ბოლო ეხლა ყველა ვინც ამაზე საუბრობს, მივდივართ ერთ დასკვნამდე და ეს არის რა არის გასხეოსნება? ღვთაებრივ საწყისთან კონტაქტი. ანუ გასხეოსნება გვაძლევს იმას, რომ ჩვენ გამთავისუფლდეთ, აი ძალიან მოკლედ და ჩემეული გაგებით ვიტყვი ხლა ამას, გამთავისუფლდეთ ამ მიჯაჭვულობისგან, შიშებისგან, ჩვენი პროგრამებისგან, დამოკიდებულებებისგან, არა მხოლოდ რაიმეზე ამ იმეზე დამოკიდებულებაზე მაქვს ამ შემთხვევაში ლაპარაკი. არამედ ნებისმიერი რამისგან ჩვენი ფიქრები, აზრები, გონება, თუნდაც და ყველაფრისგან და იყო შინაგანად თავისუფალი. თუმცა ყველაზე ძალიან აქ ავტორი ხაზს უსმევს, რომ მას მოსწონს ბუდა როგორ განმარტავს ამ ფრაზას და აი ამ მდგომარეობას, თვითონ გასხეოსნებას და მოდი ნელ-ნელა წავეკითხავ მე ამას და თანდათან გავარჩიოთ. თქვენი გონება არ ხართ. ძალიან დამაფიქრებელი სიტყვებია და შეიძლება გაგეკვირდეთ, მაგრამ აი ყურადღებით მომისმინეთ და ძალიან კარგ რაღაცებს შეიტყობთ. უდიდესი დაბრკოლება გასხეოსნებისაკენ სავალ გზაზე. გასხეოსნება რა არის ის? ერთი მათხოვარ და აქ ყვება ხა ესეთი გავს, რომ მათხოვარი ზის 30 წლის განმავლობაში ერთი და იგივე ადგილზე და ამ დროს ჩამოიარა მგზავრმა და რა თქმა უნდა ხა ეს მათხოვარი მოწყალებას ითხოვს, რომ იქნებ რამეთი დამეხმაროთ, მგზავრმა უპასუხა, რომ არა მე ვერ დაგეხმარები, უბრალოდ მითხარი, რატომ ხარ აქ, რატომ ზიხარ, აი ამან უთხრა რომ ზივარ აქ და რამდენი ხანია რაც აქ ხარ, ან რაზე ზიხარ და აღმოჩნდა რომ იჯდა, მე ძველ სკიურზე ვზივარ, რომელიც ძველი ნივთია და ეს მგზავრი ეკითხება, თუ იცი შიგნით რა დევსო ამ სკიურშიო და არა, არ ვიცი, არ არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მაინც არაფერი არ არის შიგნითო და მოდიო დაეჟინა მგზავრი, მოდი გახსენი ეს სკიური და ვნახოთ შიგნით რა არისო. და აღმოჩნდა განცვიფრდა ეს კაცი, როდესაც გახსნა ეს სკიური, თვითონ მოწყალებას ვინც ითხოვდა, ეს კაცი გაოგნებული დარჩა, იმიტომ რომ უზარმაზარი ოქროთი იყო ეს სკიური ერთი სიტყვით სავსე. და მოკლედ აი ეხლა ნახეთ რატომ მოიყვანა ეს იგავი ავტორმა, იმიტომ რომ ესეთ ადამიანს, რომელიც გარეთ ეძებს მოწყალებას, გარეთ იღებს, გარდან ითხოვს, სურვილების დაკმაყოფილებას გარეთ ეძებს, სინამდვილეში ის ჭეშმარიტება, რომელიც სამყაროში არსებობს, პირველ რიგში ეს არის ადამიანში, ხო? და აი რაღაცა ძალიან საინტერესო იგავია და ძალიან მომეწონა მეც ეს. ყველამ უნდა ჩავიხედოთ საკუთარ თავში და იქ იმისთანა რაღაცებს დავინახავ და იმდენ რაღაცას აღმოვაჩენთ, ავტორი გვეუბნება, რომ თვითონ სამყაროსაც კი არ შეუძლია მოქცეს იმდენი, რამდენიც შენ თავს შეიძლება მისცეო. ნახეთ ეხლა რას გვეუბნება. აქ ესეთი ხო გითხარით მე თქვენ შესავალში, რომ აქ იქნება კითხვა-პასუხის რეჟიმში და მოდით ეხლა დავიწყოთ უკვე კითხვა. აი ესეთი ეს როდესაც ამ სემინარებს ვყვებოდა, ესეთი კითხვები უჩნდებოდათ მერე მსმენელებს და თვითონვე პასუხობს მერე ამ კითხვას. მაგრამ მე ხო მათხოვარი არ ვარ, მეტყვით თქვენ.
მას ვისაც საკუთარი სიმდიდრე, ყოფიერების გაბრწყინებული ხენის სიმდიდრე არ დაუნახავს და მისი თამდევი სიმშვიდე არ შეუგზნია, მათხოვარივითაა. მაშინაც კი თუ დიდი მატერიალური დოვლათის პატრონი ბრძანდება. სიამოვნებისა და რეალიზაციის ნაფლეთებს, უსაფრთხოებასა და სიყვარულს გარეთ ეძებს მაშინ, როცა თავად დიდ განძს დაატარებს, რომელიც არა მხოლოდ ამ ყველაფერს მოიცავს, არამედ იმაზე უსასრულოდ მეტსაც, რისი მოცემად სამყაროს შეუძლია. წარმოგიდგენიათ რამხელა სიბრძნეს და რამხელა რაღაცას ვატარებთ ჩვენ თვითონ ადამიანები, როგორ არის ჩვენთვის ეს ღვთიური საწყისი, ტყუილა კი არ არის ნათქვამი და ჩვენ რამდენიმე სულ ყოველთვის ვეძებთ გარეთ, რაღაცებს ვეჯაჭვებით, რაღაცებს ვითხოვთ, რაღაცნაირად გონია რომ ჩვენზე გარე ფაქტორები ახდეს, რეალურად ახდეს, იმიტომ რომ არა ცნობიერ მდგომარეობაში ვართ და გაუცნობიერ მდგომარეობაში ყოფი ადამიანი, ყოველთვის აი ესეთ ჯვაში პირდაპირ. ჩვენ სიტყვა გასხიოსნებას ზიადამიანურ მიღწევას უკავშირდებთ. ეგო კი მის ასეთად შენარჩუნებას ცდილობს მაშინ, როცა სინამდვილეში ეს ყოფიერებასთან ერთიანობის ბუნებრივი მდგომარეობის შეგრძნებაა. ეს არის განუზომასა და ხელშეუვალთან კავშირის მდგომარეობა, იმასთან, რაც რაოდენ პარადოქსულად უნდა მოგეჩვენოთ, არსებითაც თქვენ ხართ, მაგრამ თქვენზე გაცილებით მეტია. ეს არის სახელისა და ფორმების მიღმა არსებული თქვენი ჭეშმარიტი ბუნების აღმოჩენა. როცა ამ კავშირს ვერ გრძნობთ, საკუთარი თავისა და გარშემო არსებული რეალობისგან განცალკევებლობის ილუზია გიჩნდებათ. რეალურად რო გავმარტოთ, ჩვენ ხო ვერ გრძნობთ ერთიანობას სამყაროსთან, ანუ გგონია რომ დაყოფილი გვაქვს, გონება როდესაც დაყოფილია, ჩვენ ყველაფერს ყოფთ, ვანაწევრებთ, ყველაფერს თავის სახელებს ვარქმევთ, ის კარგია, ის ცუდია, ის ესეთი დიდია, ის პატარაა, ეს ჩემია, ის შენია, ტერიტორიები დაყოფილია. მოკლედ ეს არის ჩვეულებრივი, ძალიან ადამიანური და არა ზე ადამიანური, იმიტომ არის გასხიოსნება ზე ადამიანური თვისება, ეს მდგომარეობა. ჩვენ ყველანი ილუზიებში ვცხოვრობთ, ავტორი გვეუბნება და ამ ილუზიებზეც განმარტავს და როდესაც აი ამ ილუზიებში ვცხოვრობთ, ამიტომ ჩნდება შიშები, შიში იბადება და თქვენსა და თქვენს მიერ რეალობას შორის კონფლიქტების არსებობა ნორმა ხდება. და სწორედ ეს შიშის გამო არის, რომ მერე მიდის კონფლიქტები, ანუ როდესაც სახელებს ვარქმევთ, ყველაფერს ფორმას ვაძლევთ და გავაცალკევებთ, აი ამიტომ არის რომ ჩვენ გვიჩნდება კონფლიქტები როგორც გარე სამყაროსთან და არა მხოლოდ გარე სამყაროსთან, ჩვენ შიგნითაც ხო ყველაფერს ჩვენ სახელს ვარქმევთ, აი რაღაცა მაგალითად არ გამომივიდა რაღაც მიზანი მქონდა და ავისახე ვერ მივახცე და მე ნუ ეს რო ვერ გავაკეთე, მე ესეთი ვარ, მე არ ვარ ღირსი, მე ეს არასწორად მოვიქეცი და ყველაფერს დავისახელებ და შინაგანი კონფლიქტებიც სწორედ ამიტომ ჩნდება. ნახეთ რას გვეუბნება ეს ავტორი, მიყვარს გასხიოსნების ბუდასეული მარტივი განმარტება. ბუდა განმარტავდა გასხიოსნებას როგორც ტანჯვის დასასრულს. ამაში ზიადამიანური არაფერია რა. თითქოს ეს სიტყვები ძალიან ნორმალურია, ხა ვის უნდა ტანჯვაში იცხოვროს. რა თქმა უნდა, რომ როგორც განმარტება არასრულყოფილია. მხოლოდ იმას ამბობს, რა არის გასხიოსნება, ტანჯვის არარსებობა და რა რჩება, როცა ტანჯვა სრულდება. ბუდა ამაზე დუმს. ეს დუმილი ერთს ნიშნავს, პასუხს თავად უნდა მიაგნოთ. ბუდა უარყოფითი ფორმულირებით განმარტავს, რათა ის გონებამ არ გარდაქმნას იმად, რასაც ირწმუნებს, ან ზიადამიანურ მიღწევად აქცევს. მიზნად, რომლის მიღწევასაც ვერ შეძლებთ. ამის მიუხედავად, ბუდისტთა უმრავლესობას დღემდე სჯერა, რომ გასხიოსნება მხოლოდ ბუდამ შეძლო და რომ ის მისთვისაა და არა მათთვის, ყოველ შემთხვევაში სიცოცხლეში მაინც. ეხლა გადავიდეთ სიტყვა ყოფიერებაზე, ამასაც განმარტავს ესეთი შეკითხვაა, თქვენ სიტყვა ყოფიერება გამოიყენეთ, იქნებ აგვიხსნათ, რას გულისხმობთ ამაშიო. ყოფიერება მარადიულია. ის ყველგან მყოფი სიცოცხლის იმ უამრავი ფორმის მიღმა არსებული ერთი სიცოცხლეა, ანუ რომელიც დაბადებასა და სიკვდილს ექვემდებარება. თუმცა ყოფიერება მხოლოდ მათ მიღმა არ არის. ის მათ სიღრმეშია. ანუ ფორმებს მიღმა არ არის, ამას გულისხმობს რა, სიღრმეებშია ყოფიერება. ისეთ სიღრმეებში, რომელიც არ ჩანს, ეს უნდა იგრძნო, ეს უნდა განიცადო. ეს არის უხილავ არსში, რომელიც არ ისპობა და არ იშლება. თქვენ ახლა მასზეც ისევე მიგიწვდებათ ხელი, როგორც თქვენს ყველაზე სიღრმისეულ მეზე.
თქვენს ჭეშმარიტ ბუნებაზე. ანუ ნახეთ რა სიძახის ჩვენ არ მიგვიწვდება, ესე იგი ხელი ყოფიერებაზე, ისევე როგორც ჩვენს ჭეშმარიტ მეზე არ მიგვიწვდება ხელი. ჩვენი ჭეშმარიტ მეზე რო გქონდეს კავშირი მასთან, ჩვენ არ ვიქნებით ესეთი შეშინებულები, ესეთი დატანჯულები, აი ამ მუდმივად ამ ბრძოლის რეჟიმში, შეჯიბრების რეჟიმში, რაღაცნაირად სევდა, რაღაც ესეთი მსგავსი რაღაცები არ იქნებოდა. ჩვენ ვიქნებოდით აქ, ამჟამად და გაცნობიერებულ მდგომარეობაში. ამიტომ არის, რომ ყოფიერება არ არის ესეთი მარტივი და გვეუბნება, რომ ყოფიერება რომ მიგრძნო, აწმყოში უნდა იცხოვრო ყოველ წუთს და ყოველ წამს. გონებით ვერ ჩაწვდებით ყოფიერებას, გასხივოსნება ყოფიერების შეცნობისა და მისი რეალიზაციის შეგრძნების მდგომარეობაში დავანებას ნიშნავსო. ანუ ნახეთ, ეს არ არის ისეთი რამე, რომელსაც გონება ხსნის, როგორც ახლა აქ აქვს მოყვანილი არ მინდა ყველაფერი წავიკითხო, რა თქმა უნდა, ახლა მე ნაწილ წაგეკითხავ თლიანად ციგნის კითხვას, ძალიან დიდი დრო დასჭირდება და არც იქნება ისეთი საინტერესო, რომ ჩემი ფორმატია, ეს განმარტებებით ვიმუშაო, ჩემი მოსაზრებები დავაფიქსირო ამასთან დაკავშირებით და აკეთებს ღმერთთან შედარება, რას იცით ერთ-ერთ თავში რომ ღმერთი თვითონ როგორც ახლა ეს არ არის ის რომ გონებით ჩაწვდე ხო როგორც ღმერთს ვერ ჩაწვდები გონებით ეს გონების საქმე არ არის ეს არის სულის გულის და შინაგანი შენი ჭეშმარიტი მე შენი აი არ ვიცი უფრო სიღრმისეული გაცნობიერების ეს არის თემა ეს არ არის ისეთი რომ ამ დაინახო ვინმეს უნახავს ღმერთი არავის არ უნახავს უბრალოდ ჩვენი ილუზია გვაქვს შექმნილი და წარმოგვიდგენია ახლა მაღლაცაში ვიყურებით რაღაცა თავისი ხატი აქვს შექმნილი ადამიანს ღმერთის ხატი და სინამდვილეში ის არის ჩვენში ჩვენ შიგნით ჩვენს ჭეშმარიტ მეში არსში და რომელიც უნდა განიცადო უნდა იგრძნო ну ასევე ამბობს რომ აი ეს ყოფიერებაც უნდა განიცადო როდესაც ყოფიერებაზე საუბრობთ ღმერთს გულისხმობთ თუ ასეა მას რატომ არ ახსენებთ მას აი სწორედ ეს კითხვაც აქვია სიტყვა ღმერთი მნიშვნელობისგან დაიცალა იმის გამო რომ 1000 წლეულებია მცდარად იყენებენ ზოგჯერ მეც ვიყენებ მაგრამ იშვიათად მცდარ გამოყენებაში გულისხმობ იმას რომ ადამიანები რომელსაც ამ სიტყვის მიღმა არსებული წმინდა სამბრძანებლისთვის უკიდეგანო უსასრულობისთვის თვალი არ მოუკრავთ ისე დარწმუნებით საუბრობენ მასზე თითქოს დანამდვილობით იცოდნენ ის რასაც ამტკიცებენ ზოგი კი მის არსებობაზე დაობს თითქოს დანამდვილებით ესმოდეს ის რასაც უარყოფს ეს მცდარი მიდგომა აბსურდულ რწმენას უსაბუთო მტკიცებას ეგოისტურ ბოდვებს წარმოშობს დაახლოებით ასეც ჩემი ან ჩვენი ღმერთი ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთია თქვენი კი ყალბია ან ისეც როგორიც არის ნიცშეს ცნობილი გამოცდა ღმერთი მოკვდა ეს არის ბოდვები ელემენტარული ბოდვები და ვეთანხმები რა თქმა უნდა ამას ანუ ეს სიტყვა ყოფიერება არაფერს ხსნის თუმცა ყოფიერებას ერთი უპირატესობა აქვს არ ხსნის იმიტომ რომ გონებით არ განისჯება ხო ეს სიტყვა თუმცა ერთი უპირატესობა აქვს ის ღია კონცეფტია უსასრულო უხილავი სასულ ერთეულამდე არ დახავს შეუძლებელია მისი გონებრივი ხატის შექმნა ვერავინ დაიჩემებს რომ ის მხოლოდ მისია ის თქვენი არსია და მასზეც ისევე მიგიწვდებათ ხელი როგორც თქვენი არსებობის შეგრძნებაზე მე ვარ ძალიან კარგად არის ახსნილი. მე ვფიქრობ, რომ მარტივად არის, თუმცა თუ როდესაც წაიკითხავთ ამ წიგნს, თუ დაინტერესდებით და მე დიდი იმედი მაქვს, რომ აი ამ განხილვასთან ერთად მე ამ შემდგომში ან ეხლა პარალელურ რეჟიმში თქვენ წაიკითხავთ ამ წიგნს და აი ძალიან ერთი წაკითხვა რა თქმა უნდა არ იქნება საკმარისი ძალიან ესე იგი დიდი სურვილი გაგიჩნდებათ, რომ მთლიანად შეისწავლოთ და აი ეს ყველაფერი მე ცხოვრებაშიც გადმოიტანოთ, იმიტომ რომ ბევრი რამეში დაგეხმარებათ მეცნიერები. კიდე აქ რაზე აქ ლაპარაკი ხო გონებაზე გადავიდეთ გონებაზე საკუთარი თავის გონებასთან გაიგივებაზე აქ საუბარი რა აბრკოლებს რეალობის შეგრძნებას ყველაზე მეტად ანუ აი ჭეშმარიტი რეალობის შეგრძნებას ესეთ შეკითხვას პასუხობს საკუთარი თავის გონებასთან გაიგივება იდენტიფიცირება რაც ფიქრს ხდის დაუძლევეს ანუ კომპულსურს ის რომ ფიქრს ვერ წვეთ საშნელი სენია მაგრამ ვერ ხვდებით რომ სენია რადგან მისით ყველა ვიტანჯებით ამიტომ ვთვლით ნორმად
ნუ ფაქტიურად თქვენ იცით რომ ფიქრის გაჩერება შეუძლებელია თვითონ მას როდესაც შეეკითხან შენ თუ ახერხებ ფიქრის შეწყვეტას და თვითონ ავტორიც ეს ადამიანიც პასუხობს რომ მე ვახერხებ მხოლოდ 1 და 2 წუთის განმავლობაში მეც თვითონაც ვერ ვახერხებ იმიტომ რომ ეს არ არის ესეთი ადვილი მედიტაციების დანიშნულებაც ეს არის ძირითადად რომ იმ დროს გონება გააჩუმო აი ეს გონება ხო ხელავს მთვალი მაიმუნივით დარბის აქეთ-იქით და ხარას მედება ხარას მოედება ხან წარსულშია ხანაც მყოშია არა აწმყოში არა არასოდეს არ არის მომავალშია და აი სწორედ ეს არის ჩვენი კონფლიქტების გამომწვევი ჩვენი ტანჯვის გამომწვევი ყველა ფერში, რა თქმა უნდა და აი ამ ფიქრის გაჩერება არის სწორედ მედიტაციების ძირითადი არსიც ეს არის, მაგრამ თუმცა ნუ არ არის ადვილი და ეს ამას ახერხებენ გასხეოსნებული ადამიანებიო. ეხლა მოყვანილი ყავს ფილოსოფოსი დეკარტე, იცით თქვენ ამის შესახებ, მისი ფრაზა შეიძლება ხსმენიათ, რომელიც ამბობს რომ ვაზროვნებ, მაშასა და მე ვარსებობო და არ ეთანხმება ავტორი ამ შედარებას, აზრი და არსებობა მისთვის აბსოლუტურად განსხვავებული რამეა. ადამიანები, რომლებიც აზროვნებენ მუდმივად და ფიქრს არ აჩერებენ, აი როგორც აღნიშნე უკვე ეს არ არის კარგი. უბრალოდ მოდით წავიკითხოთ, უფრო უკეთესად რომ გავიგოთ. კომპულსური აკრატებული მოაზროვნეები, ანუ თითქმის უკლებრივი ყველა ჩვენთაგანი, ანუ ჩვენ მუდმივად ხო ვაზროვნებთ, აშკარა განცალკევების მდგომარეობაში ცხოვრობენ. მუდმივი პრობლემების და კონფლიქტის შლებურ და რთულ სამყაროში, სადაც მუდამ გონების დანაწევრება ხდება. გასხეოსნება კი მთლიანობის განცდაა. გრძნობ რომ ხარ ერთი და მშვიდდები. ერთი ხარ ცხოვრების გამჟღავნებულ ასპექტთან, ქვეყნიერებასთან, სიღრმისეულ მესთან და ცხოვრებასთან, რომელიც ხილული არ არის. ერთი ხარ ყოფიერებასთან. ანუ ხო გასაგებია ალბათ. გასხეოსნება მხოლოდ ტანჯვისა და ჩვენ შიგნით და გარეთ არსებული მუდმივი კონფლიქტის დასასრულს არ ნიშნავს. ის გაუთავებელი ფიქრისადმი საზარელი მონობის დასასრულს ნიშნავს. ეხლა წარმოიდგინეთ რომ ხო გვიხსნის ავტორი რომ ჩვენ არ ვართ თავისუფლები, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ვერ მონებით ჩვენს გონებას, ჩვენს აზრებს, ჩვენს ფიქრებს, ჩვენს ემოციებს, ამაზე თანდათან უფრო ცად საუბრობს და ყველაფერს ჩავშლით და ამიტომ არის რომ ჩვენ არ შეგვიძლია ეს თავისუფლება, ნამდვილი და ჭეშმარიტი თავისუფლება შეუძლიათ მხოლოდ გასხეოსნებულ ადამიანებს, ვისაც შეუძლია არ იყოს ფიქრის მონა და გონების მონა. ხო და ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის იცი, აქ შეიძლება გაჩნდეს ესეთი კითხვა, აღარ ახლა ყველაფერს წაკითხვა, რომ გონება ხო აუცილებელია, შეიძლება კი არა არის ესეთი კითხვა და ყველა ჩვენთაგანს გამოჩნდება გონების გარეშე რა არის ადამიანი, მაშინ ხო ცხოველებს და მცენარეებს დავამსგავსებით, ვისაც გონება არ აქვს და ერთი განსხვავებით მაშინ მათგან. რა თქმა უნდა, გონება და გონი და გონიერებაც კიდევ სხვა თემაა, მაგრამ აუცილებელია, აზროვნებაც, ფიქრიც და ყველაფერი ეს ჩვენი ადამიანური ბუნებრივი თვისებაა და ესაც მნიშვნელოვანია. მithumetes გონების ჩართვა, მაგრამ გონებაც უნდა გამოვიყენოთ იმ დროს, როცა საჭირო იქნება. აი ესეთი უაზრო ხტუნაობა, მთვალი მაიმუნივით წინ და უკან წარსულში, მომავალში და შემდეგ იმით ცხოვრება, ეს არის ძალიან რთული და ეს არის ეს გვამყოფებს ტანჯვაში და ეს არ გვაძლევს თავისუფლებას, თორემ გონება რა თქმა უნდა აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ, ასევე სახელების და იდენტიფიცირებაც უნდა გავაკეთოთ, იმიტომ რომ ჩვენ ცხოვრობთ დედამიწაზე ამ სამყაროში და ჩვენ ეს გვჭირდება და ჩვენ არ ვართ ახლა განდეგილად არ მივდივართ და არ მედიტირებულ მდგომარეობაში არ ვაპირებთ ახლა 30 წელი და ცხოვრების ბოლომდე ჯდომას და არც არავის მეც არავის არ მოუწოდებ რა თქმა უნდა ამ წიგნის განხილვით ამისკენ, მაგრამ ის რომ გონების გაჩერება და დამშვიდება შეგვეძლოს, აი სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი. ანუ ნახეთ, ეხლა გავაგრძელოთ. გონება, ხო, ნახეთ, რას პასუხობს გონება, ჩინებული ინსტრუმენტია, როცა მას სწორად ვიყენებთ. არასწორი გამოყენების შემთხვევაში ის გვანგრევს. საქმე ის არ არის, რომ გონებას არასწორად იყენებთ. მას საერთოდ არ იყენებთ. ის თქვენ გიყენებთ. აი ესაა სენი, ესაა შეცდომა. ეს ინსტრუმენტი თქვენზე ბატონობს. ბოლომდე არ გეთანხმებით. მართალია სხვებივით მეც ბევრს უაზროდ ვფიქრობ, მაგრამ რაღაცის გასაკეთებლად და მისაღწევად გონებას მაინც ვიყენებ. მუდამ ასე ვიქცევი. ეს არის შეკითხვა.
ნუ ეხლა მე ეს პასუხობს, რომ კროსვორდის ამოხსნა და ატომური ბომბის შექმნა გონების გამოყენებას არ ნიშნავს. მასე ძაღლებიც მიჩვეულები არიან ძვლების ღნას და ამას სიამოვნებით აკეთებენო. და ასევე პრობლემებზე, როგორც აი ძაღლების თემას ადარებს, რომ გონებას ძალიან უყვარსო პრობლემებზე კბილის ჩავლება და ყურადღების გამახვილება და ამიტომ აკეთებს ის სხვა რაღაცებსაც, ანუ გავნება უნდა გამოვიყენოთ იმ დროს, როდესაც ჩვენ ეს გვჭირდება და ის ჩვენ უნდა დავიმორჩილოთ და არა პირიქით, მან არ უნდა დავიმორჩილოთ ჩვენ. ესე იგი, ნახე ახლა კიდე ფიქრის შეწყვეტაზეა საუბარი. ხო, 20 წუთია უკვე საუბრობ და მინდა რომ დროში ჩავეტიო. გონებისგან განთავისუფლება როგორ ხდება? რას გულისხმობთ? მასზე და ხო ფიქრებზე დაკვირვებით ხდება გონებისგან განთავისუფლება, ავტორი გვეუბნება და ეს არის შეკითხვა, რას გულისხმობთ მასზე დაკვირვებაში, რაც ფიქრობს. ანუ ნახეთ რას იძახის ფიქრებს უნდა დავაკვირდეთ გონებას, ესე იგი ვაკვირდებით ხო გონების მუშაობას, ფიქრი მოდის, ჩვენ ვაკვირდებით, ვჩერდებით და ვაკვირდებით. თუ მით უმეტეს ეს ფიქრები რამოდენიმეჯერ მეორდება ერთი და იგივე ფიქრი. რას ნიშნავს მასზე და არა მხოლოდ ფიქრს უნდა დავაკვირდეთ, მერე უკვე დამკვირვებელს ფიქრს ვინც აკვირდება, მას ვაკვირდებით. ხო ცოტა რთული გასაგებია, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ მაინც პროცესში გაიგებთ. რას გულისხმობთ მასზე დაკვირვებაში, რაც ფიქრობს. ანუ ვინც რაც ფიქრობს, მას უნდა დავაკვირდეთ. როდესაც ადამიანი ეკიდან მიდის და ეუბნება ხმები მესმისო, მას ფსიქიატრთან გზავნის. თუმცა ფაქტია, რომ რაღაც დონეზე ხმა ან ხმები ყველას გვესმის. ეს ფიქრის უნებლიე პროცესია, რომლის შეცერების ძალაც არ შეგვწევს. ეს მუდმივი მონოლოგები ან დიალოგებია. ნახეთ, ახლა კიდე მაგალითი ყავს მოყვანილი, რომ როდესაც ადამიანი გინახავთ თუ ალბათ ადამიანი და მას ბრჭყალებში უწერია გიშს უწოდებთო, როდესაც დადის და თავისთვის ლაპარაკობსო. თუმცა ამას ჩვენ ყოველდღურად ვაკეთებთ, უბრალოდ ამას ხმამაღლა არ ვაშერებთ. ადამიანისთვის ფიქრი, შედიხარ დიალოგში, მონოლოგის რეჟიმში ლაპარაკობ, შეიძლება ვიღაცასაც ესაუბრები შენ თავს, ან შეიძლება სულ სხვა ადამიანს შენს ფიქრებში და ამას მუდმივად ვაკეთებთო. ამა თუ იმ სიტუაციაში შეიძლება კიდეც წამოისროლო ეს ფიქრი და ზოგჯერ არიან ადამიანები აბსოლუტურად ნორმალურები, საერთოდ არანაირი პრობლემა, მაგრამ წამოისვრიან ხოლმე და მეც მქონია ეს მომენტი დააკვირდით, შეიძლება თქვენც გქონდათ ცხოვრებაში ესეთი რამ, რომ როდესმე რაღაცას ფიქრობ და უცებ ხმამაღლა რაღაცა გითქვამთ, ხო? ზოგჯერ ამ დაუსრულებელ ფონოგრამას ვიზუალური ხატება, ანუ გონების ფილმები ერთვის, ანუ ვიზუალიზაციაც ერთვის ხოლმე, ხო, რაღაცაზე რო ვფიქრობთ. მაშინაც როცა ეს ხმა რომელიმე კონკრეტული მომენტის რელევანტურია, ის მის ინტერპრეტირებას წარსულის გამოცდილების მიხედვით ახდენს, რადგან ის თქვენს წინასწარ განწყობილ გონებას ეკუთვნის, რომელიც თქვენი წარსული ისტორიისა და იმ კოლექტიური ცნობიერების ნაწილია, რომელიც მემკვიდრეობით გერგოთ. აწმყოს წარსულის გადმოსახედიდან შესცქერით, მის მიხედვით განშით და დამახინჯებულ წარმოდგენას აყალიბებთ. ანუ დღევანდელს უყურებთ წარსულის გადმოსახედიდანო. ხო. ხშირად ეს ხმა ჩვენი ყველაზე სასტიკი მტერია. უამრავი ადამიანი ცხოვრობს ამ საზარელ თავში ჩაბუდებულ მტანჯველთან ერთად ცხოვრობს, რომელიც მუდამ თავს ესხმის, განსჯის და სასიცოცხლო ენერგიას ართმევს. ესენი თაღუწერელი ტანჯვისა და უბედურების და თვითავამტყოფობის მიზეზიც კი შეიძლება გახდეს. მხოლოდ იმით დაგამშვიდებთ, რომ გონებისგან განთავისუფლება შეგიძლიათ. ერთადერთი ნამდვილი განთავისუფლება მხოლოდ ეს არის. შეგიძლიათ პირველი ნაბიჯი დაუყოვნებლივ გადადგათ. ყური უნდა მიუღდოთ ამ ხმას, რაც შეიძლება ხშირად განსაკუთრებით ყურადღებით იყავით ფიქრების განმეორებითი მოდელების მიმართ. რაზეც უკვე ვისაუბრე, ხო, ჩვენ ფიქრს უნდა მივუღდოთ ყური. რომელიც წლების განმავლობაში თავში ძველი გრამაფონის ფირფიტებივით გიტრიალებთ. აი, ამას გულისხმობ იმის თვალის დევნებაში, ვინც ფიქრობს, რაც სხვანაირად შეიძლება ასე ჩამოვაყალიბო ყური მიუგდეთ იმ ხმას, თქვენს თავში იყავით იქ მოწმის სახით. მაგარი რამეა რა, რას საინტერესოა ხახნო. ანუ თან მერე რას გონება უსმენ
აკვირდები შენს ფიქრებს, სხვათა შორის ამაზე ტექნიკებიც არსებობს და მე პატარა რაღაცას გასწავლით ახლა ჩემი მხრიდან. აი, როდესაც ერთი და იგივე აკვატებული აზრები მოევდება თავში და თქვენ ამას დააფიქსირეთ, შეგიძლიათ აი პატარა რეზინი, ანუ ესეთი ბრასლეტი გეკეთოთ, ესეთი რეზინი გაიკეთოთ და მაგრად მოუჭიოთ რეზინი და გიკეთიათ ხელზე, ხო? ძალიან მარტივია ამის გაკეთება და როდესაც ერთი და იგივე აზრი, შემაწუხებელი აზრი მოდის თავში და დააფიქსირებთ ამ აზრს და რო აღარ მოვიდეს გამოკრავ ამ რეზინას და შეგახსენებს რა რომ აი ფიქრობ ერთი და იგივე რაღაცაზე და ასე აკვატებული აზრების ჩამოშორებაც კი შესაძლებელია. ეს ჩემი მხრიდან დავამატე, რა თქმა უნდა, ეს ამ წიგნში არ წერია. ანუ აკვირდებით თქვენს ფიქრებს, მერე აკვირდებით მოწმის სახით, აი გახარ და უყურებ, აი რა ხდება. ეხლა რა აკვირდება? ვინ არის? რა არის ის, რაც უკვე ჩემ ფიქრზე დაკვირვებას ახერხებს და ესე ხდება ნელ-ნელა გაცნობიერება. შედიხარ შენ სიღრმეებში. როდესაც ფიქრს უსმენთ, არა მარტო გესმით ის, არამედ იმასაც აცნობიერებთ, რომ მოწმე ხართ. ცნობიერების ახალი განზომილება შემოდის. ფიქრის მოსმენისას მის მიღმა ან მის საფუძველში გაცნობიერებულ არსებობას თქვენ სიღრმისეულ მეს გრძნობთ. მერე ფიქრი თქვენზე ვეღარ ბატონობს. უკან იხევს, რადგან თავს გონებასთან აღარ აიგივებს და ის ძალას კარგავს. ეს უნებლიე და კომპულსური, ანუ აკვიატებული ფიქრის დასასრულის დასაწყისია. ფიქრი დაიხევს უკანს, აზრთა ნაკადი წყდება და გაჩნდება უკვე არა გონების, ესე არა არის გონების ნაპრალი. თავდაპირველად ეს იქნება მხოლოდ მცირე ხნით, სულ რამდენიმე წამით, მაგრამ თანდათანობით გახანგრძლივდება და აი ამ ნაპრალის გაჩენასთან ერთად თქვენში შემოდის სიმშვიდე და მდუმარება დაისადგურებს. ეს არის ყოფიერებასთან ერთიანობის შეგრძნების ბუნებრივი მდგომარეობის დასაწყისი, რომელსაც როგორც წესი გონება აბუნდოვნებს. ანუ ამ ვარჯიშის შემთხვევაში შეგიძლიათ აი ეს გაცნობიერებასთან ახლოს მიხვიდეთ, ანუ ამ განზომილებაში გადახვიდეთ, ეს არ არის ტრანსის მდგომარეობა, პირიქით ამ მდგომარეობაში არ ხარ არც მოდუნებული და არც ნახევრად ტრანსი არ არის, პირიქით უფრო მეტად გაცნობიერებას საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ შენ ახლა მდუმარედ ხარ და გაცნობიერებული ხარ, არ ნიშნავს, რომ ტრანსულ მდგომარეობაში ხარ, პირიქით ამ დროს შენი უფრო გონება უფრო გაგვიძებს, უფრო გვიძავს რა ერთი სიტყვით. რაც უფრო ღრმად შედიხარ არაგონების ნაპრალში, როგორც მას აღმოსავლეთში უწოდებენ, სუფთა ცნობიერების მდგომარეობაში იძირებით. თქვენს არსებობას ძალუმად გრძნობთ, სიხარულის ისეთი განცდა გეუფლებათ, რომ ყველა ფიქრი, ემოცია, ფიზიკური სხეული და მთელი გარესამყარო უმნიშვნელო ხდება. თუმცა ეს ეგოცენტრული მდგომარეობა არ არის. აქ მე, ანუ ჩემი ეგო არ არსებობს. იმის მიღმა ხართ, რაც უწინ ჩემი თავი წყალებში რა თქმა უნდა, იმის მიღმა ხარ, რაც შენი თავი გეგონათ. ეს არსებობა თქვენ ხართ, მაგრამ ის თქვენზე გაცილებით მეტია. ეს ყველაფერი ალბათ პარადოქსულად და ურთიერთგამომრიცხავად გეჩვენებათ, მაგრამ სხვაგვარად ვერ გამოვხატავ. ნუ აი ეს ძალიან მოდი ახლა ეს ჩავათავოთ ეს თავი, მაგრამ ეს არის დიდი თავი და ამას დაჭირდება დიდი დრო, იმიტომ რომ აქ განხილული აქვს ემოციებით, ფიქრებით, გადავახტები პატარ-პატარა ნაწილებს. მოდი ახლა ვიფიქროთ იმაზე, ფიქრი ახლა ეს გონებაზე ხო და აზრზე ვილაპარაკეთ, ფიქრზე მაღლა დადგომა, როგორ უნდა მოვახერხოთ. ნუ თუ ფიქრი არსებითი არ არის ამ ქვეყნად გადასარჩენად, ეს არის შეკითხვა. გონება ინსტრუმენტია, ხელსაწყოა, ის რაღაც კონკრეტული დავალების შესასრულებლად არსებობს. მისი დასრულების შემდეგ მას აღარ ვიყენებთ. რის გამოც ადამიანების ფიქრის 80-90% არა მხოლოდ განმეორებითი და უსარგებლოა, არამედ მავნეც, რადგან დისფუნქციურ და ხშირად ნეგატიურ აზრებს ბადებს. დააკვირდით თქვენს გონებას და მიხვდებით, რომ ნამდვილად ასეა. ის სასიცოცხლო ენერგიის სერიოზულ ჟონვას უწყობს ხელს. აკვიატებული ფიქრი რეალურად შეჩვევაა და სხვა არაფერიო და მოკლედ პირიქით ხელის შემშლელის არისო. ესე იგი, კიდე აქ განსაკუთრებით ყურადღება გავამახვილოთ უნდა ეგოზე, თუმცა ეგოზე მერეც ძალიან ბევრს საუბრობს და მერეც შეიძლება ამაზე ვისაუბროთ.
ნახეთ რას გვეუბნება განთავისუფლების გასაღები არის აწმყოში. ანუ ფიქრს თუ აჩერებ და არ ფიქრობ არ წანსულზე არც მოვალეზე, გამოდის რომ ხარ აქ და ამჟამად აწმყოში და ამაზეა აქცენტი გაკეთებული, მაგრამ აწმყოს ვერ იპოვით, სანამ თავს გონებასთან აიგივებთ. ანუ ნახეთ, ეს კიდე სხვა თემაა, ხო, რომ როცა ადამიანი ამბობს, ხო, ეხლა მეც ძალიან ხშირად მithქვავს ეს და ყოველთვის ვფიქრობდით, კაი ხანი და მთელი ცხოვრება ალბათ, სულ რამოდენიმე წელია, რაც გავაცნობიერე, რომ მე არ ვიყავი ჩემი ფიქრი, ჩემი გონება, ჩემი აზრები, თუმცა ეს გავაცნობიერე, რაც მე ნამდვილად მეხმარება, აი ახლა სიმშვიდის მდგომარეობაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ამას ყოველთვის ვაკეთებ. უბრალოდ მე ვახერხებ ფიქრებზე დაკვირვებას. ვცდილობ რომ დავახერხო, თორე გაჩერებას ფიქრის, რა თქმა უნდა, მე ამას ვერ ვახერხებ. არ გაიგოთ ეხლა ისე, რომ თითქოს მე ფიქრის გაჩერება შემიძლია. არა, არავითარ შემთხვევაში დაკვირვება შემიძლია. ანუ, როდესაც ემოციაზეც, მე ემოციებზე რომ გადავალთ, იქაც ვისაუბრებ, რომ ემოციებისზეც უნდა აუცილებლად უნდა იყო ემოციების დამკვირვებელი. და ესე იგი, ხო, განთავისუფლების გასაღები აწმყოშია, მაგრამ აწმყოს ვერ იპოვით, სანამ თავს გონებასთან გაიგივებთ, ხო? ანუ ჩვენ არ ვართ ჩვენი გონება და არ ვაიგივებთ თავს. ის მიუშვათ ჩვენ ვართ დამკვირვებელი, მხოლოდ და მხოლოდ დამკვირვებელი და ოღონდ დაკვირვების პოზიციაში რო ვართ, ხო, დამკვირვებლის პოზიციაში. ის იმას არ ნიშნავს, რომ შეფასება უნდა გავუკეთოთ, რომ კარგია თუ ცუდია, თუმცა ამას ვაკეთებთ, ხო? ამას ვაკეთებთ, ეს ძალიან იშვიათად შეიძლება, ვარჯიშის მერი არ გამოგივიდეს, მაგრამ ადამიანი ესია. ანუ ვაფასებთ არა მხოლოდ ადამიანის სხვა ადამიანებს და გარემოს, ან ვითარებას, ან მდგომარეობას, ან ნებისმიერ რაღაცას, არამედ ჩვენს შიგნითაც ყოველთვის შეფასებები მიდის ხოლმე, შეფასებები, იარლიყების მიწებება და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, და ეს უნდა არ არის კარგიო, გვეუბნება, არ მინდა დავკარგო ანალიზის უნარი, არ ვარ უფრო მკაფიოდ კონცენტრირებულად აზროვნების უნარის დაუფლების წინააღმდეგი, ეს შეკითხვაა, მაგრამ გონების დაკარგვა არ მსურს. ფიქრის უნარი ყველაზე ძვირფასია ჩემთვის ბოძებულ ყველა ჯილდოთა შორის. მის გარეშე ცხოველის ერთ-ერთი სახეობა ვიქნებოდი და ხლა მის პასუხი. გონების დომინანტობა ცნობიერის ევოლუციის ერთ-ერთი საფეხურია. რა თქმა უნდა, ჩვენ მაღალ საფეხურზე ვართ, ვიდრე ვისაც გონება არ აქვს, ცხოველები იქნება თუ რაც იქნება, მწერები თუ მცენარეები თუ რაც და ჩვენ უნდა ავიდეთ ამ გონების კიდევ შემდგომ საფეხურზე, ანუ კიდევ უფრო მაღლა. წარმოგიდგენიათ? აი, უბრალოდ ყოველი წაკითხვის მერე ვოცდები, აი რამხელა სიღრმეებში შეიძლება შევიდეს ადამიანი და რამდენი შეუძლია ადამიანს და არა მხოლოდ გონებას, ხო? ხო. გონების დომინანტობა ცნობიერის ევოლუციის ერთ-ერთი საფეხურია, სასწრაფოდ შემდეგ საფეხურზე გადასვლა უნდა შევძლოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში გონება, რომელიც ურჩხულად იქცა, ძირფესვიანად მოხსპობს. ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ. აზროვნება და ცნობიერება არ არის ერთი და იგივე, სინონიმები არ არის, ესე იგი ეს განსხვავებას აკეთებს და ესეც ძალიან ყურადსაღებია, გავამახვილოთ ყურადღება. ცნობიერება და აზროვნება აბსოლუტურად სხვადასხვა რამეა, იმიტომ რომ ცნობიერება მოიცავს აზროვნებას, თუმცა აზროვნება არ მოიცავს ცნობიერებას, ხო? აზრი არის ცნობიერების ძალიან მცირედი ნაწილი. გასხივოსნება აზროვნებაზე მაღლა დადგომას ნიშნავს და არა მის ქვედა საფეხურზე ჩასვლას. სცენარის ან ცხოველის დონეზე დაშვებას. გასხივოსნებულ მდგომარეობაში, საჭიროების შემთხვევაში, კვლავაც იმ გონებას იყენებთ, რომელიც ფიქრობს, მაგრამ წინანდელზე გაცილებით, მიზან და მიმართულად და ეფექტურად. აი, ეხლა უკვე გასაგებია. დარწმუნებული ვარ, ეხლა ყველასთვის გასაგებია. მე კიდევ ერთხელ წავიკითხავ იგივე ფრაზას. გასხივოსნებულ მდგომარეობაში, საჭიროების შემთხვევაში, კვლავაც იმ გონებას იყენებთ, რომელიც ფიქრობს, მაგრამ წინანდელზე გაცილებით მიზან მიმართულად და ეფექტურად. ძირითადად პრაქტიკული მიზნებით მოიხმართ. უნებლიე შიდა დიალოგებისაგან თავისუფლდებით, შინაგანი მდუმარება ისადგურებს, როდესაც საქმეში გონების ჩართვა დაგჭირდებათ განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ორიგინალური და არასტანდარტული გადაწყვეტილების მიღება იქნება საჭირო. აზრსა და შინაგან მდუმარებას გონებასა და არაგონებას შორის გადაერთვებით და ყოველ ფაზაში მცირე ხნით შეყრდებით. საინტერესოა.
ძალიან კარგი. ანუ ეს არის გონებაზე და გადავიდეთ ახლა კიდევ რა წავიკითხოთ ემოციებზე. ემოციები სხეულის რეაქცია გონებაზე. ეხლა ასეთი შეკითხვა რა სიტყვით ემოციებზე? ემოციების ტყვეობაში გაცილებით ხშირად ვარ, ვიდრე გონებისაში. ეს არის შეკითხვა ერთ-ერთი მსმენელის და ახლა პასუხი. გონება იმ მნიშვნელობით, რომლითაც მე ვიყენებ, მხოლოდ აზრი არ არის, წეღან უკვე იყო ამაზე საუბარი, ის ემოციებსაც გულისხმობს, როგორც მენტალურ ემოციურ რეაქციულ მოდელებს. ემოცია იმ წერტილში იქნება, სადაც გონება და სხეული ერთმანეთს უკავშირდება. ანუ ახლა მე დავამატებდი ჩემი მხრიდან, რომ ადვილად გადმოგცეთ. ემოციები როდის წარმოიქმნება? მოვიდა ფიქრი, გაჩნდა ფიქრი. რაღაცა ფაქტი მოხდა, მოვლენა მოხდა, მერე გაჩნდა ფიქრი, ან შეიძლება ფაქტი არ მოხდა, უბრალოდ ფიქრი გაჩნდა და გაჩნდა ემოცია. ანუ როდესაც აი ეს არის ძალიან მარტივად განმარტება. ემოცია არ არის თავისთავადი, ემოცია ჩნდება ფიქრის შედეგად, ხო? ემოცია და შემდეგ უკვე სხეულში რეაქციას იწვევს და ეს არის ემოცია. ანუ რეაქცია გონებაზე, სხეულის რეაქცია გონებაზე. ან შეიძლება ასე ვთქვათ, ეს არის გონების ანარეკლის სხეულში. მაგალითად, ვიღაცაზე შეტევის აზრმა ან აგრესიულმა ფიქრებმა შეიძლება ენერგიის დაგროვება გამოიწვიოს, რასაც ბრასს უწოდებთ. სხეული საბრძოლველად მოემზადება, ფიქრი იმაზე, რომ ფიზიკური ან ფსიქოლოგიური საფრთხე გემუქრებათ, სხეულს უბიძგებს შეკუმშვისკენ. ანუ ემოციებთან ერთად უკვე აქ ინსტინქტებზია ლაპარაკი. აი, მაგალითად გამოგეკიდა ცხოველი. შენ ახლა გინდა არ გინდა, ჩაერთო აზრი, რომ ეს საშიშია და მე უნდა გავიქცე, თავი დავიცვა, ამ დროს ირთვება ემოცია, რომ ანუ შემეშინდა, ხო, ეს შიში უკვე ემოცია და ემოციამ გამოიჩართო სხეული და სხეული ინსტინქტურად გარბის, ან იმალება, ან მოიკუმშა რაღაც საბაზისო ინსტინქტებიც არსებობს და რომელიმე მათგანს აუცილებლად გამოიყენებს. ეს არის ერთმანეთთან კავშირში. ასე რომ ხო, ეს კი იმის ფიზიკური გამოხატულებაა, რასაც შიში უწოდებთ, ეს ავხსენი და ასე რომ არ უნდა გავაიგივეოთ ჩვენი თავი ემოციებთანაც და ემოციებზეც უნდა შეგვეძლოს დაკვირვება, ამას გვეუბნება. მაგალითად, დაკვირვება მიჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ თავში დიდ ბრას დაატარებენ, ისე რომ ამის შესახებ თავადაც არ იციან და არაფერს იმჩნევენ, სხვა გაჯავრებული ადამიანები ხშირად ყოველგვარი ხილული მიზეზის გარეშე ესხმიან თავს. როგორც სიტყვერად, ისე ფიზიკურადაც. ანუ რას გვეუბნება, იცით, რომ როდესაც ადამიანი არის უარყოფით ემოციებში, ყველაფერი ენერგია, კარგად იცით, ჩვენ თვითონაც ენერგია ვარ და ზოგადად დედამიწის სამყაროში რაც არსებობს, ყველაფერი ენერგია. და ამ იმ ენერგიებს ვიზიდავთ რა ენერგიებშიც ვიმყოფებით. ჩვენ თუ შინაგანად გვაქვს ბრაზის ემოცია, ჩვენ მოვიზიდავთ ადამიანებს, რომლებიც მუდმივად გაგვაბრაზებენ. ანუ თუ ამ ემოციებში ცხოვრობთ, ხო, ანუ ეს წყენის ემოციებში, მუდმივად ვინმეზე ვიქნებით ნაწყენი. აუცილებლად ეს ენერგეტიკულ დონეზე მოვიზიდავთ მსგავსი ტიპის ადამიანებს. ამიტომ ჩვენ უნდა მასზეც ამ ემოციებზეც დაკვირვება უნდა მოვახდინოთ. აქ ძალიან კარგი არის ემოციების შესწავლა, თუ შეისწავლით ემოციების სკალას, სხვა ტექნიკებით, სხვა პრაქტიკებით, ხდება ამ ემოციებზე დაკვირვებაც, გამომუშავებაც და აი ეს ავტორი გვეუბნება, რომ აუცილებლად დააკვირდით თქვენს ემოციებს, ამაზეც და ნუ გაიგივებთ თავს ემოციას. აი მაგალითად ხო ვიცახით ხოლმე, ვაიმე რა ბრაზიანი არის შეფასებას ვაძლევთ, რა ბრაზიანი ვარ, ან რა შურიანი არის, ან რა შურიანი ვარ. ან ნუ რა ვიცი, მსგავსი ემოციები, ეს არ გააკეთოთ, არ არის კარგი, აი ეს არის ზუსტად კონფლიქტების მიზეზი, როდესაც ჩვენ ადამიანს უყურებთ და მას იარლიქს ვარტყავთ, რომ აი ეს არის ბრაზიანი, ან შურიანი, ან ბოროტი, ან რაღაცა, ეს არის ადამიანს ვაფასებ და სინამდვილეში ესე არ შეიძლება, ის არის ის ადამიანი არ არის მისი ემოცია და ადამიანი არ არის მისი ფიქრი და აზრი. ის იმანზე მეტია და სხვათა შორის აი ძალიან კარგად მესმის მე ეს ყველაფერი და რაც ეს გავაცნობიერე და გავიაზრე, ნაკლები სურვილი მიჩნდება ადამიანების შეფასების და გაჩნდა ამის შემდეგ მიმღებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ ეს არ გაიაზრა ადამიანმა, ვერაფრით ვერ მიიღებს სხვა ადამიანებს ისეთის როგორებიც არიან.
სხვა ადამიანს კი არა საკუთარ თავსაც ვერ მიიღებ ისეთ, როგორიც ხარ. და საკუთარი თავის მიმღებლობას თქვენ კარგად იცით, რა ხელა მნიშვნელობა აქვს, ანუ საკუთარი თავის სიყვარულს და მიმღებლობას. თუ არ არის მიმღებლობა, არ არის უპირობო სიყვარული, ანუ პირველ რიგში მე ვსაუბრობ ჩვენ საკუთარ თავზე და მე რა თქმა უნდა ჩვენს გარშემო მყოფ ადამიანებზე. Ну, ეს არის ემოციებზე, რასაც გვეუბნება, აბა გადავხედოთ კიდევ ცოტა, ამბობთ, რომ ემოცია გონების გამოხატულებაა სხეულში, მაგრამ ზოგჯერ მათ შორის კონფლიქტი ხდება. გონება არას ამბობს მაშინ, როცა სხეული ამბობს კის. ამ პირიქით, რა თქმა უნდა, ესეც კონფლიქტის მიზეზია, როდესაც გონება გეუბნება ლოგიკა, გონება რაციონალური ტვინი გეუბნება, რომ ეს ესე უნდა იყოს, გამოსავალსაც მე აი მაგალითად იცი, რომ ეს რომ გააკეთო, ამას ეს მოყვება. ხო, მიზეს შედეგობრივი კავშირი, მაგრამ არ აკეთებ იგივეს. არ აკეთებ, იმიტომ რომ შენი სხეული, შენი ემოცია არ ეთანხმება ამას. არ გინდა მისი გაკეთება. აი მაგალითად პარტნიორთან დაშორების შემთხვევაში აქვთ არასწორი ურთიერთობა, როდესაც არის ორ ადამიანს შორის და გონება ეუბნება წადი, გაეცალე, გაერიდი, გაშორდი, მაგრამ ემოცია ეუბნება არა, ამასთან უნდა იყო. ანუ სხეული ეუბნება დარჩი. აქ კონფლიქტიური. ან მაგალითად სურვილი ჩდება, გონებას აქვს რაღაცის სურვილი და შენ ვერ ახერხებ ამის რეალიზებას. ნუ აი ძალიან კონფლიქტური სიტუაციები იქნება ემოციებსა და გონებას შორის. რა თქმა უნდა, ეს ასია. ესე იგი, ემოცია გაძლიერებული და ენერგიული ფიქრის მოდელის რეპრეზენტაცია, იმის გამო, რომ ის ხშირად უძლეველი ენერგეტიკული მუხტია, აწმყოში დარჩენა და მისთვის თვალის მიდევნება საკმაოდ რთულია. ხო, მარტივი არ არის. მას თქვენი დაჯაბნა სურს და როგორც წესი ახერხებს კიდეც. თუ თქვენ აწმყოში არ ხართ, თუ გაუცნობიერებლად თავს ემოციასთან გაიგივებთ, ის დროებით თქვენს ადგილს დაიკავებს. თქვენად იქცევა. ხშირად ფიქრსა და ემოციას შორის მანკიერი წრედი იკვრება, ისინი ერთმანეთს კვებავენ, ფიქრი ემოციაში თავის გადიდებულ ანარეკს ქმნის, ემოციის ვიბრაციული სიხშირე კი აზრს კვებავს. როდესაც ფიქრი ემოციის აღქმულ მიზეზს, რაიმე სიტუაციას, მოვლენას ან ადამიანს თავს დასტრიალებს, ის ემოციას ენერგიას აწვდის. ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ მის ფიქრებს ამ კონკრეტულ მოდელს განამტკიცებს და ასე შემდეგ. ანუ ნახეთ, წრედი იკვრება. ხა მე მარტივად გეტყვით ამას. ანუ გაჩნდა ფიქრი, რაღაცა, აი მაგალითად რაღაცა ფიქრი გაჩნდა, ხო? რომ აი ხვალ რომ მე დავბერდები სიტყვაზე რა, ანუ არ ვიცი ხა ისე ვიძახე. და ჩემი შვილი რომ ჩემთან ერთად არ ცხოვრობს, ან რაღაცას ქართველების ისა და მე რა მეშველება მარტო რომ ვიქნები, ან რაღაცა თუდად რომ ვიყო. და ამ დროს გაჩნდა შიშის ემოცია. ნახე, ჩაერთო ემოცია. შიშის ემოცია როცა გაჩნდა, ეს უკვე ამან წარმოქმნა ახალი აზრი. ვაიმე, ეხლა მე უნდა გავაკეთო. ეს რომ არ მოხდეს, ეს უნდა გავაკეთო. იმ ახალმა აზრმა კიდევ სხვა ემოცია წარმოშვა, მე ახალი ფიქრი და აი ესე დაატრიალდა და ესე ერთი გაუთავებელი წრე შეიქმნა. მე მგონი გასაგებია, ხო, ესე ახსნილი უფრო. დამიწერეთ კომენტარების სახით, რამდენად კარგად გადმოვცემ, მინდა რომ ყველაფერი მოგაწოდოთ ისე, რომ ადვილი გასაგები იყოს. ასე რომ, აი ეს არის წრედი უნდა დაირღვეს, ამიტომ არის რომ დავაკვირდეთ ფიქრს, დავაკვირდეთ აზრს და დავაკვირდეთ ჩვენს ემოციებს. ეს ახლა გრძელდება კიდევ ძალიან ბევრი ამას თქვენ თვითონაც ეს რაც საკვანძოები იყო, მე ესენი იმედია რაღაცები რაც თავი იყო გავამახვილე ყურადღება და შემდეგში უკვე გადავიდეთ ცნობიერების ამ წიგნის მეორე თავზე, სადაც არის ცნობიერება და როგორ მოვიცილოთ ტკივილი, გავაგრძელოთ შემდგომში. ახლა ძალიან გავაგრძელდა ვიდეო და დღეს მე ამით დაგემშვიდობებით, თქვენი აზრი დააფიქსირეთ და ძალიან დიდი თხოვნა მექნება, რომ ლაიქები დაწეროთ, იმიტომ რომ ალგორითმის მიხედვით ამოუდოს სხვა ახალ რომ გავააქტიურო გვერდი. მინდა რომ გავააქტიურო, ხედავთ რომ ეხლა დავიწყე მუშაობა ამ გვერდზე და ჩემთვის мотиваცია იქნება, რა თქმა უნდა, ხალხის მსმენელი რომ მეყოლება. ნახვამდის.